საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. უწყების ცნობით სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვის და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად აქამდე არსებულ ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატური სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება. ამას მოწმობს 2022-30 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოამბე აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის და კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც მიღებისთანავე გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს.